Დაუკავშირდეთ ქალბატონ თამარ ბელქანიას წალენჯიხის მერის მოადგილეს, რომელიც თავად გვეტყვის იმის თაობას, როგორ ემზადებოდა წალენჯიხა ამისთვის და როგორ მართეს ეს პროცესი. ქალბატონ თამარ, გუშინ თქვენს და დღეს ვიდეოებს თვალს ვადევნებთ, როდესაც დიდ, ასე ვთქვათ, გამწმენდ, ასე ვთქვათ, სპეც ავტომანქანებით გადაადგილდებოდით თქვენი კოლეგები მერის მოვალეობის შემსრულებელიც, მაგრამ ერთი ფიზიკურად ამას რო აკეთებდა ინფორმირებას ახდენ და მეორეა რომ სწორად დაგეგმავდა მართავ. აი გითხარით როგორ წარიმართა მთელი ეს პროცესი და ახლა რა ვითარებაა წალენჯიხაში. მოგესალმებით გიორგი, მივესალმები მაყურებელს. თოვლი რომ მოსალოდნელი იყო, ეს ვიცოდით, შეტყობინება მოგვივიდა ყველას. წალენჯიხა არის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტი, ძალიან კაცრი ზამთარი იცის წალენჯიხაში და ამას გარდა აქვე გეტყვით, რომ წალენჯიხა არის საოკუპაციო გამყოფი ხაზის მუნიციპალიტეტი. ჩვენთან გადმოდიან გალიდან, ოკუპირებული გალიდან ადამიანები, მოსწავლეები ბაღში და სკოლაში, ამიტომ ძალიან მაღალი არის ჩვენზე პასუხისმგებლობა. როგორც კი დაიწყო თოვლი, ჩვენ მივხვდით, რომ იყო საჭირო საგანგებო შტაბი შექმნა. საგანგებო შტაბი შეიქმნა მერის ეგიდით და შტაბში შედიოდა 14 ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი, ასევე დასუფთავების სამსახურის წარმომადგენელი, როგორც ქალაქ ჯვარიდან, ისე ქალაქ წალენჯიხიდან. ანუ შეიქმნა ესეთი შეკრული გუნდი, რომელმაც კარგად იცის რეგიონი და კარგად ფლობს სიტუაციას. ეს საკოორდინაციო შტაბი შეიქმნა მანამ სანამ ციკლონი შემოვიდოდა, ასე ვთქვათ, კი ბატონო, იმიტომ რომ ჩვენ ვიცოდით, რომ მოსალოდნელი იყო თოვლი, ეს შეტყობინება ჩვენ მოგდიოდა, მე მგონი ერთი კვირით ადრე მოგვივიდა შეტყობინება. ანუ ჩვენ უკვე ყავდა ადამიანური რესურსი, საჭირო იყო ტექნიკა. მე მინდა გითხრათ, რომ როცა წალენჯიხაში ჩამოვედით 2021 წელს, ჩვენ დაგვხვდა ერთი ტრაქტორი და ერთი გრეიდერი, რომელიც უკუსვლი დადიოდა. სიმბოლურიც არის, იმიტომ რომ ქართული ოცნება სწორედ ასეთი მიმართულებით დადის. ეს ჩვენთვის იყო სიმბოლო, მხოლოდ, თუმცა, როდესაც პირველივე სტიქიამ შემოუტია წალენჯიხას, მივხვდით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო სწორედ ავტოპარკის, ასე ვთქვათ, შექმნა. მაგრამ რადგან ძვირი ღირს ეს ტექნიკა, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მხისიერად დაგვექირავებინა 10-მდე სპეცტექნიკა. ამ სპეცტექნიკის გადანაწილება მოხდა და მხისიერად დაიდო ცხელი ხაზი, რომ მოქალაქეებს ქონოდა დამატებითი შესაძლებლობა დაკავშირებოდნენ. გეტყვით, რომ წალენჯიხა ესაზღვრება სვანეთს, ანუ ჯვარით, ესაზღვრება ჭხოროწყუს და ესაზღვრება ზუგდიდს. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო პირველ რიგში სტრატეგიული გზების გასუფთავება. ამის შემდეგ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო შიდა გზების გასუფთავებაც და უშუალო კომუნიკაცია ხალხთან, იმიტომ რომ ცხოვრება თავისი გზით ვითარდება, იქ ორსული ქალბატონი იყო, იქ გარდაცვლილი ადამიანია, გუშინ სასწრაფო ვერ მივიდა მაღალმთიან სოფელში, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ერთმანეთთან კოორდინაცია და რა თქმა უნდა, ამას უწყობს ხელს სოციალური ქსელებიც, სადაც შიდა ჩათიც ჰქონდა. შესაბამისად, რამდენიმე ნაწილად გაიყო. აი ზუსტად ერთია რომ სწორი რუკა შეადგინეთ, მარტივად რო ვთქვათ, ყველაზე აუცილებელი საჭიროებების, მაგრამ როგორ მოახერხეთ თქვენ ის, რაზეც ჩვენ ცენტრალური ხელისუფლება გვეუბნება ლეგიტიმურია თუ არალეგიტიმური თუ რაც არის და რა ჯანდაბაც არის, რომ გვეუბნება, რომ იცით რა, ამხელა თოვლი რომ მოვიდა, იცის ეხა დითოვლიანობა და იგივე რაოდენობის თითქმის თოვლი მოვიდა წალენჯიხაში, ხო? აი რა იყო ის, რომ ადრე დაიქირავეთ ერთია და მე როგორ მართეთ ეს პროცესი, რომ თოვლს ამ ცენტრალურ გზებზე დადება იმ მასშტაბით არაცალეთ, რომლის შემდეგაც უბრალოდ ამ სპეცტექნიკის მუშაობასაც კი აზრი არ აქვს. აქ ორი მნიშვნელოვანი ფაქტორია. პირველი მნიშვნელოვანი იყო აი ამ კრიზისული სიტუაციის მართვა. ამისთვის ჩვენ მხისიერად ვიყავით ჩართული და მივყვებოდით დროს და დინამიკას. ჩვენ არ დავლოდებივართ ზევიდან, არ ვიცი საიდან, რაღაცა მითითებას, რა უნდა გაგვეკეთებინა და არ ქონდა 20 წუთიანი და 50 წუთიანი თათბირები.
ჩვენ მქონდა 5 წუთიანი შეკრება, გადავინაწილეთ ყველამ ჩვენი მოვალეობები და შეუდექით საქმეს. ამიტომ ჩვენ არ დავაგვიანეთ პირველი ტალღა აი ამ სტიქის მოგვეგერიებინა. ანუ გზები უკვე გაწმენდილი იყო, ტექნიკური მარილი უკვე დაყრილი იყო და პირველი რაც შეიძლებოდა შემდგომ უკვე უმართავი გაეხადა სიტუაცია იყო სწორედ ეს დროულად ჩართვა სიტუაციაში. აი ეს იყო გადამწყვეტი მნიშვნელობის. ჩვენ გითხარით რომ ასევე ქონდა ცხელი ხაზი, ადამიანები გვიკავშირდებოდნენ და ანუ ორგანიზებულად მუშაობდით, იმიტომ რომ და ქონდა შედგენილი რუკა, რომლის მიხედვითაც ადამიანებს ქონდათ გადანაწილებული არა მხოლოდ მათი, ასე ვთქვათ, სფეროები, არამედ ისიც ტექნიკაც მათ ყავდათ. ანუ გადაწყვეტილებას 14-ვე ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელები ღებულობდნენ ადგილზე სიტუაციიდან გამომდინარე. ამიტომ არ იყო ბევრი ჯიპების ჩამოსვლა და შესაბამისი მათი მომყოლი ამალების, რომლებიც მე იქ ჭკვიანი სახეებით შეიკრიბებოდნენ უკვე დაგვიანებულზე, როცა გარეთ 2 მეტრი თოვლი იდებოდა და იმას ვერც ერთი ვერ გაწმენდა თქვენ ამასა. ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობა, ეს არის ადგილობრივი პასუხისმგებლობაც, კომპეტენციაც და თუნდაც იმ მინიმალური რესურსის ეფექტურად გამოყენება, რომელიც წალენჯიხის მუნიციპალიტეტს ადგილზე აქვს. კი ბატონო, ეს ნამდვილად ესეა სიტუაცია, ქალბატონ თამარო, რადგან ბევრი დრო არ გვაქვს, რომ ახლა აი ამ მომენტისთვის, დღევანდელი საღამოსთვის თოვს კიდე როგორი არის გზების მდგომარეობა და სადმე ხო არ არის რამე ექსტრემალური ვითარება. რა ცოტა მეუხერხულება გითხრათ, რომ არავით არის პრობლემა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში არ არის, ძალიან დიდი თოვლია, მაგრამ გზები, ცენტრალური გზებით, შიდა სოფლის საკომუნიკაციო გზებით, ტრანსპორტი ჩვეულებრივად გადაადგილდება. არ ყოფილა შეფერხება არც დენთან მიმართებაში, იმიტომ რომ ისიც კი გაიწმინდა. იმიტომ რომ აქ ჩართული იყო არა მხოლოდ სპეცტექნიკა, არამედ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებიც, რომლებიც ეს იყო ნიჩბები თუ რით იყო, ყველანაირად ცდილობდნენ, რომ არ ყოფილიყო შეფერხება, არც ინტერნეტთან მიმართებაში, იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია ამ მომენტში, არც გაზთან მიმართებაში, იმიტომ რომ ესეც შეუძლია დააზიანოს დიდთოვლიანობამ და დენთან მიმართებაში. შესაბამისად, რა ვიცი, იმდენად კოორდინირებულად იყო ეს საქმიანობა, რომ არანაირი შეფერხება არ ქონია. სკოლების და ბაღების ესეც რო გითხრათ და ამით დაგემშვიდობთ. კი ბატონო, ნუ სკოლას თქვენ იცით, რომ განაგებს განათლების სამინისტრო შესაბამისად ადგილზე რესურს ცენტრი, მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სასწავლო პროცესში შეეწყვიტა და გეტყვით, რომ იქაც პრაქტიკულად გათბობასთან და სითბოსთან მიმართებაში გარკვეული პრობლემებია, იმიტომ რომ ჯერ კიდევ შეშის ღუმელები დგას, რაც შეეხება ბაღებს, მაღალმთიან სოფლებში შეწყდება, რა თქმა უნდა, მაგრამ წალენჯიხის ცენტრალური, ანუ ქალაქის პირველი, მეორე, მესამე ბაღი პუნქტ დღეს იყო მხოლოდ შეწყვეტილი, ხვალ ჩვეულებრივ გააგრძელებს, არანაირი პრობლემა არ არის. შტაბშიც მყისიერად ხდება რეაგირება, როგორც კი შემოდის რაიმე სახის დახმარების თხოვნა. ძირითადად ეს არის საკვებთან მიმართებაში, მედიკამენტთან მიმართებაში, გადაადგილებასთან მიმართებაში და ჩვენ ვცდილობთ, რომ გამოვიყენოთ ყველანაირი ტექნიკა, რომელიც ერთმანეთთან მისასვლელ გზებს გაგვიხსნეს. თამარ ველქანია, წალენჯიხის მერის მოადგილე, რომელიც მერის მოვალეობის შემსრულებელთან და ზოგადად ადგილობრივი თვითმმართველობის ლიდერთან, გუნდთან ერთად ასე ეფექტურად გაუძღვენ თავიანთ საქმიანობას. მადლობა უთხრათ მას.